გამარჯობა. ერთი ამ ყველა დროის მაჩალკას ამ გაზის ბალონს მოусმინეთ რა. რას პროპაგანდირებთ? ვის ეკამათებით მანდ? მომჯდარ ხართ, კარგად, თბილად. თქვენი შვილები კარგად სწავლობენ უპრობლემოდ. თქვენ ჯანდაცვა გაქვთ უპრობლემოდ მოგვარებული. ეს პრობლემები არ გაქვთ, არამედ ის რაც დღეს საქართველოში ხალხს უდრეს შიათ, თქვენ არ გშიათ. არ გრცხვენიათ, რას აკეთებთ. მე ვიცი რა პოლემიკა აღარ ქვია ამას. სწორედ რომ აი პროპაგანდირებენ და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უგუნურად ეკამათებით ადამიანებს, ვინც დასისხლიანებული მოდის სახში, ჩამობრძანდი თუ ესე ძალიან გინდა შენი საქართველოს კეთილდღეობა და აქედან მითხარი, აქედან მებრძოლე და აქედან მელაპარაკე ის, რასაც იქიდან ისვრი აი ამ სიტყვებს, არ გცხვენიათ, რებს აკეთებთ. ემიგრანტები, აი სამარცხვინოები ხართ თქვენ. შევარცხვინე მე თქვენი ქართველობა, არც კი გცხვენია თქვენ რასაც აკეთებთ. გაჩუმდით მაინც და დაიმალეთ, ვირთხებივით, თქვენ არა გაქვთ უფლება. თქვენ არ გაქვთ უფლება სიტყვა წარმოსთქვათ საერთოდ ქართველებთან, რომლებიც მართლა პატრიოტები არიან. რა უნდა ვთქვა, 2.800.000 ემიგრანტია საქართველოდან დევნილი სხვადასხვა მოტივებით, არა მარტო სოციალური მოტივით, არამედ პოლიტიკური მოტივით და ფაქტიურად მთელი საქართველო გახიზნეს ამ ნაძირალა მთავრობებმა, როდესაც ეს ჩათლახი ქალი ყველა მთავრობას ტრაქში უძვრებოდა და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ არის მისი შვილი ბერას ნათლია და ყვერებს ულბომდა და იავნანებს უმღეროდა და რა ვიცი, თავზე ყვებოდა და გარდა ამისა კიდე არის ნინი ბადურაშვილის ეგრეთ წოდებული ნათლია, რომელიც იმედის არხზე პროპაგანდით შხამავს საზოგადოებას და ძალადობას აправებს. ეს ვიღაცა ჩვეულებრივი ნაძირალა კი არ არის. თავის დროზე სანამდე ივანიშვილის ტრაქში შეძვრებოდა, წერეთლის აფთიაქში ცალცალობით ყიდულობდა პამპერს. ეს ვის სოციალურ დაცვებზე ლაპარაკობს. თქვენ მართლა უნდა ნახოთ, ვისაც არ გინახიათ რა, ქართველი ემიგრანტები, ოჯახები კარვებში, გაშლილ კარვებში, ზამთარში შეყუჯულები რო არიან, სამსიცივეებში ზოგი და ეს პატარა ბავშვები, რომლებიც ნახევრად მოყინულები რაღაცის მოლოდინში, რო ცხოვრება იმაზე უკეთესი შეიძლება იყოს ვიდრე საქართველოში. რამდენ მომვლელ ქალს ჩაკვდომია ხელში მოხუცი, რამდენის უდანაშაულო პრობლემების წინაშე დადგომა განპირობებულა სოციალური მოვლენებიდან, ამას ჭოხონალიძეს ნაირი ნაძილები ვერასოდეს ვერ გაიგებენ. ენით აღუწერელი ტვირთი მოუტანა საქართველოს აი ესეთმა ნაზირლებმა, რომლებიც წლებია ემსახურებიან აღა მაჰმადხანისებურ პატრონებს და ჩემიერი განიცდის დევნას, წვალებას და შევიწროებას. კეთილდღეობას ხვის მიწაზე? მაგას ვერც ერთი ემიგრანტი ვერ გადმოსცემს, რას ნიშნავს გაკლდეს ის, რაც შენ ხარ და შენ ვერასოდეს ვერ იქნები მთლიანი შენი სამშობლოს გარეშე, შენი ახლობლების გარეშე, შენი საფლავების გარეშე, რომლებიც შენი წინაპრებისა. მე მამა გარდამეცვალა და ერთხელ არ ყოფილი ვარ გასული საფლავზე, იმიტომ რომ ჩავიდე საქართველოში დამიჭერე. და რამდენი ადამიანია, რომლებსაც უბრალოდ სხვა პრობლემები აქვს და იქ ვერ მიდის. ჭოხონალიძე ვირთხებს გვიძახის ჩვენ. აი ეს ღორქალა, ნუ რა კომენტარი უნდა გავაკეთო მე. მას ნებისმიერი ქართველი, ნებისმიერი ემიგრანტი გასცემს პასუხს, ამას არ ჭირდება რაღაცა განსაკუთრებული ცოდნა, რომ გაარჩიო ადამიანმა ვინ-ვინა. შენ ტყავზე რო გაქვს ყველაფერი გადატანილი რაღაც სისხლით რო ხარ გასული ყველაფერზე რა. ამ უცეცხლო ბრძოლაში ვიტალური მოვლენებიდან უბრალოდ ადამიანად რო გრძნობ თავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვირთხაზე ვარ ეს დღეს რო გადიხარ სხვის სამშობლოში. მადლობა ქალბატონო, რო თითოეულ ჩვენგანს ვირთხა დაგვიძახ. თუმცა ბოზისგან ვირთხის წოდება არ გვიგოს. იმიტომ რომ ყველაფრის მაკადრებელი ხარ. მე რა შეიძლება სხეულით არ ახარ, მეძავ, სულით ხომ მეძავი. ნუ ზოგადად ემიგრაცია და ემიგრაციული პრობლემები ადამიანები აქ კვდება, იმიტომ რომ საკუთარმა სახელმწიფომ მიატოვა ისინი, ზოგი კიბოთი დავადებული, ზოგი არასწორი დიაგნოზის შედეგად დასმული, სიცოცხლის უფლება მოუსწრეს საკუთარ სამშობლოში, რო არაფერი არ თქვა პოლიტიკურ თავდასხმებზე და ასე შემდეგ. რისი მსხვერპლიც პირადად ვარ და თურმე
აქ წამოსული ქართველი ტოლვილი იქნება, ნემიტოვებული საკუთარი სახელმწიფოდან და სამშობლოდან, რომელიც კოლოსალური შრომის, წვალების და წამების ფასად მოიპოვებს სტაბილიზაციას, უნდა იყოს თამრიკო ჭოხონელიძის მიმართ ანგარიშვალდებული, რომ რატომ შეცვალა მისი სოციალური ყოფა და რატომ გადარჩა, თურმე ამისთვის უნდა მოუხადოს ბოდიში. ამ ძროხა დედაკაცს, რომელიც ჯერ საპატრიარქოს ეტენებოდა, აი ჩვეულებრივი ვაჭარი, აი სადაც დაიბადა, მართლა კომუნისტების კგბ-ს ამონასპერბალი რობერტა სტურუას იდეოლოგი რა იქნება. კარგად უძახოდნენ იმ კგბ-ში სპეკულიანტი. ოღონდ ეს არის გრძნობების სპეკულიანტი. ჯერ საპატრიარქოს ეტენებოდა, ჩვეულებრივ საპატრიარქოს უძრებოდა უკანალში, გალობდა იქ და რა ვიცი, საშობაო და საღდგომო ლიტურგიებზე ერთთან ბავში იყო, თავდაყირა იყო და მერე ნუ მის ქმართან როცა შერიგდა, რომელიც არის ნაცი, მერე უკვე სექსუალური აქტივისტი გახდა და კაცის ფალოს რო უკანალში იყოფენ, აი ესეთი ადამიანების უფლებებზე დაიწყო ზრუნვა გალობელმა ქალმა. მე ვერ გეტყვით თქვენ როგორი შეხედულება უნდა გქონდეთ ამაზე, საერთოდ ასეთ ადამიანებზე, მაგრამ ესეთი ადამიანები არიან ყველაზე საშიში საზოგადოებისთვის. და ხალხისთვის ჯერ აქ არიან ამ ყულაბაში, მერე იმ ბუდეში დებენ კვერცხს და დღეს კიდე ხვალ კიდე ზეგ კიდე და შეიძლება თქვენ მოკვდეთ, თქვენ გაგწიროთ სისტემამ და სახელმწიფომ. მაგრამ აი ასეთ ნაძირლებს არასოდეს არ გაწირავენ. იმიტომ რომ ჭირდებათ ესეთები თავიანთი შეცვლილი პოზიციების და მერე რა ამის პოზიცია თუ ვინმეს არ მოგეწონებათ ჩართავს აგერ მას ფონოგრამას და იმღერებს. ესაა მთელი უბედურება. ამას წინათ ანწუხელიძის შვილს ამოეფარა უკან. ის კიდე ცალკე თემა არის, ახლა ყველას არ აქვს შეიძლება ამ სიმღერის ნიჭი. გამიგეთ, მაგრამ აი რაღაცა ხო უნდა შეძლოს, ვიღაცის ტყავში ხო უნდა შეძვრეს. მნიშვნელობა არა აქვს შენ კაცო ვისი შვილი და ვისი არსებობს რაღაცა სტანდარტები საზოგადოებაში რა. და მიდი შენ იმღერე ქვეყანა გვირუსდება და ამ დროს თვითონ საბჭოთა კავშირის ემაში ბუნაგში გაზდილი გამოდის აქ და პატრიოტიზმს გვეფიცება და სად იყავი შენ ზუკნაღორრის შვილო, შენ მართლა საკუთარი ერის მაგინებელო ტუტუცო ქალო, შენ როცა 2008 წლის ომის მერე სამხედროებს სამსახურიდან კვრნიდნენ, დედაგვიტირეს, თავზე გადაგვიარეს და მერე ზოგს იჭერდნენ პოლიტიკური მოტივით ამ ნაომარ ბიჭებს აუბედურებდნენ, შენ თუ პოზიციები გქონდა, შენ თუ ვინმეს მიმართ გქონდა ეგრეთ წოდებული რესპექტი, მაშინ სად იყავი? ივანიშვილის დროს რო გადმოიბარა თავდაცვის სამინისტრო და ამდენ ნაომარ ბიჭს იზორია 3000 ოფიცერი და სამხედრო ერთ ღამეში გაყარა. შენ თუ პატრიოტიზმი გქონდა გულში არ შეგეძლო რამე გეთქვა? არა მაშინ არ ჭირდებოდა შენ პროპაგანდას ეს. მაშინ სხვანაირად იყავი მომართული. ეცით რა არის ყველაზე ცუდი სიყალბე ხალხო. სიყალბე როგორ შეიძლება არ ვიცი საქართველოში მარტო აი სამედიცინო მკურნალობით, არასწორი სამედიცინო ჩარევით და ცუდი დიაგნოზის, არასწორი დიაგნოზის დასმით მშობლებს ბავშვი ყრუმუნჯად უქციეს. და ამის შემხედვარედ დედა თუ წამოვა და დატოვებს საქართველოს, იმიტომ რომ შვილი გადაარჩინოს, თურმე თამრიკო ჭოხონელიძეს უნდა მოუხადოს ბოდიში. გამიგეთ რაშია საქმე? და თუ მიიღებს უცხოეთში სოციალურ დაზღვევას და თუ იწვალებს და მისი შრომით მის ავანტყოფს ფულს და პურს მიუტანს, თურმე ეს ყოფილა დანაშაული. აი შენი დედავატირე, შემართლა გაბერილო ბოროტებით გაზის ბალონო რა. შე ყველა მთავრობის მაჩალკა ნაძირალა. ყველა მიაქციეთ ამას ყურადღება და შეიცანით ვინ არის, იმიტომ რომ ესენი არიან ზუსტად წამხდენი საქართველოში ყველა ემიგრანტს მიუმართავ, ვისაც ღირსება გაგაჩნიათ. არ შეიძლება რა ამ სიტყვების ამოჭრა, ჩასმა და აჭრა ასე. თურმე ჩვენ ყოფილვართ პროპაგანდისტები და ალბათ ვინმეს ამოარჩევს მერე ჩვენგან რომ ზიზღი გადმოანთხიოს და თავს იპრავებს მერე ეთერებში რომ თურმე მთლიანი ვიდეო უნდა ვნახოთ. რა უნდა ვნახოთ ამაზე მეტი რამე სანახავია და ამაზე მეტი რამე მოსასმენია? ამან თავისი სათქმელი უკვე თქვა და თავისი ბინძური საქმე გააკეთა
და ვინ იმალება ამის უკან და რამდენი ნიღბიანი ადამიანია ჩვენ ზურგში ჩამჯდარი, რომ ჩვენი სოციალური ცხოვრება მოსპოს, ჩვენი იდეოლოგიური სამშობლო წაგვართვას, თორე ისე ფიზიკურად სამშობლო წაგვართვეს კიდევაც რა. აი ეს უნდა ჩამოათრიო აქ, თუნდაც მილიონი მისცე უცხოეთში და ის მორალური ტვირთი გაატარო, რაც ჩვენ გავიარეთ თითოეულმა ჩვენგანმა აქ. და არიან კიდე ადამიანები, რომლებიც აქ შრომაში მოკვდნენ, იმიტომ რომ იქ საქართველოში ოჯახები ერჩინათ და იმ ეგრეთ წოდებული შემოსავლებით ასეთ ჩათალახებს ეცხოვრა მერე. გმადლობთ.